რაც შეეხება როცა უკვე ანუ სხვა პრობლემები როცა გამოვრიცხეთ და არ გვაქვს, როცა უკვე ჩამოყალიბდა ციკლი და ასე ვთქვათ, არ არის არც ჭარბი, მტკივნეული თუ არ გითხარით, რომ ექიმს უნდა მიმართავთ, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ოჯახურ მდგომარეობას, ვართ თუ არა რაღაც, გვაქვს თუ არა სქესობრივი კონტაქტები და შემდეგ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქალის სექსუალურ, გინეკოლოგიურ და რეპროდუქციულ ასევე menstrualურ ჯანმრთელობასთან და გათხოვდები და პრიშიკები გაგივლის და ეგეთი ფრაზები დავივიწყოთ და menstruatsiya დაგირეგულირდება. ხოლო რაც შეეხება მტკივნეულ menstruatsiას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გავიგოთ ამის მიზეზს და ჩავიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება PMS და მის სიმპტომები აქ გამოჩნდება და ასევე არსებობს უფრო მძიმე მდგომარეობა PMDD, რომელიც ძირითადად PMS-ი menstruალური ციკლის მეორე ფაზაში გვხვდება ხოლმე სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური სიმპტომების გამოხატულებით, როგორც არის მაგალითად მკერდის ტკივილი, შეშუპება და ასე შემდეგ. ასევე ემოციური სიმპტომები, როგორც არის მაგალითად ადვილად გაღიზიანებადობა, ხასიათის ცვლილებები და ასე შემდეგ. ანუ PMS-ის შემთხვევაშიც PMS-ის დიაგნოზს საბოლოოდ დაგვისვას ექიმი, PMDD-ის დიაგნოზს საბოლოოდ დაგვისვას ექიმი და თუ ეს დიაგნოზი დაგვისვას და ჩვენ ეს ყველაფერი გვაწუხებს, შეგვიძლია ასევე გაანკურნებოდია, შეგვიძლია ასევე ამ სიმპტომებსაც მივხედოთ. რაც შეეხება ჭარბ menstruatsiას, ამაზე უკვე გითხარით, რომ ასევე ექიმს უნდა მივმართოთ, ხოლო რაც შეეხება რეგულარობა, არეგულარობას, აქედან შეგვიძლია დავიწყოთ იქედან, რომ უკვე ჩამოყალიბდა და რეგულარული მაქვს და უცებ მოხდა ისე, რომ მაგალითად 4, 5, 6 თვე უფრო მეტი არ მაქვს menstrualური ციკლი. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა მივმართოთ ექიმს და გამოვიკვლიოთ შესაბამისი მიზეზები, უმკურნალოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი menstrualური ჯანმრთელობა. სხვა რისკები შეიძლება შეგვიქმნას იმას, რომ მაგალითად რაღაც მიზეზის გამო უბრალოდ menstruatsiya ან რაღაც არეგულარული გვაქვს, არეული გვაქვს, არ მოგვდის და ასე შემდეგ. გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას.